დღევანდელი დღის თემა. თქვა ღმერთმა: შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. ბატონობდეს იგი ზღვის თევზებზე, ცის ფრინველზე, მიწის ყოველგვარ პირუტყვსა და მხეცზე და მიწაზე მხოხავ ყველა ქვემძრომზე. გუშინდელი თქვენი გულმოდგინების გამო დღეს კითხვას ვაგრძელებთ და გთხოვთ, მთელი გულისყურით მოусმინოთ ნათქვამს, რათა თქვენი შრომა ამაო არ იყოს. ჩვენი მიზანია წერილის ძალა ზუსტად შეიცნოთ და არა მხოლოდ თქვენ გაიგოთ, არამედ სხვებსაც ასწავლოთ, რათა პავლე მოციქულის სიტყვებით ერთმანეთის სწავლება შეძლოთ. თქვენი განვითარება უფლისკენ სწრაფვაში და სულიერ საქმეებში წარმატება დიდ სიხარულს მოგვიტანს, რადგან ეს ჩვენთვის უდიდესი ბედნიერება და დღესასწაული იქნება. მასწავლებლის სიხარული და სულიერი სიმდიდრე. პავლე მოციქული კითხულობს: რაიმე არ სასოებაი ჩვენი, ანუ სიხარული, ანუ გვირგვინი სიქადულისაი. იკითხავს პავლე, ანუ არამეთქუენა? დიახ, თქვენი წარმატება არის საღვთო საქმე. ყველა მასწავლებელი ასია. როდესაც ხედავს, რომ მოსწავლეს მტკიცედ ახსოვს განვლილი გაკვეთილები და მათ შედეგს საქმით აჩვენებს, დანარჩენ გაკვეთილებსაც დიდი გულმოდგინებით ატარებს. ჩვენც ასე ვართ. როდესაც ვხედავთ, როგორ ინთება თქვენი გონება, როგორ მაღლდება თქვენი განწყობა, როგორ ისხამს ფრთას აზრი, უფრო და უფრო გულმოდგინენი ხდებით და სწავლების სრულყოფილად გადმოცემას ვცდილობთ. რაც უფრო მეტ სულიერ ნაკადს უშვებთ თქვენსკენ, თქვენ სასწავლებლად, ჩვენც მით უფრო გვიმრავლდება ეს ნაკადები თქვენი სულების სარგებლად. აქ შეუძლებელია ისე მოხდეს, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ფულთან დაკავშირებით. მოყვას თუ ვერცხლს მისცემს ვინმე, ამით თავის ქონებას ამცირებს. აქ კი პირიქითაა. სწორედ მაშინ მრავლდება ჩვენი სულიერი სიმდიდრე, როდესაც სწავლებას უხწყაროდ გადმოვადენთ მათთვის, ვინც მის ამოხაპვას ისურვებს. ღვთის სიტყვის სიღრმე. ამგვარად, თუ კი ეს სიუხვესა და სიმდიდრეს ამრავლებს და თქვენც ვერ ძღებით ამ სულიერი საკვებით, მაშინ ნახოთ, რას გვასწავლის დღევანდელი საკითხავით ნეტარი მოსე, უпростоრად, მისი ბაგით სულიწმიდის მადლი ელაპარაკება ყველას. თქვა ღმერთმა: შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. უყურადღებოდ ნუ მივატოვებთ ამ სიტყვებს, საყვარელნო. არამედ, თითოეული გამონათქვამი გამოვიკვლიოთ, სიღრმეში ჩავწვდეთ ამ მოკლე სიტყვების ძალას. თუმცა სიტყვები ცოტაა, დიდი განძია დაფარული მათში. ყურადღებიანი და მოაზროვნე მათ ზედაპირზე არ უნდა შეჩერდეს. მატერიალური განძის მაძიებლები ხომ მხოლოდ ზედაპირს არ მოუთხრიან მიწაზე და მხოლოდ იქ არ ეძებენ. პირიქით, დიდ სიღრმეზე ჩადიან, მიწის უღრმეს წიაღს იკვლევენ და ასე თავიანთი ხელოვნების გამოყენებით ოქროს მიწისგან გამოაცალკევებენ. ხშირად, დიდი ძალისხმევის და შრომის შედეგად ხელთ მხოლოდ მცირე ნამცეცები შერჩებათ ხოლმე. აქ კი მსგავსიც არაფერი ხდება, შრომაც ნაკლებია და სიმდიდრეც გამოუთქმელი. ასეთია ყველაფერი, რაც სულიერია. ნუ ვიქნებით მათზე უარესები, ვინც გზნობადის მოპოვებას ცდილობს, არამედ ჩვენც მათსავით ვეძებოთ ამ სიტყვებში დამალული სულიერი განძი. პირველ რიგში ვნახოთ ამ შემთხვევისთვის რა გვეთქმის ახალი და განსაკუთრებული და რატომ მოხდა, რომ ამ ნეტარმა წინასწარმეტყველმა, უпростоრად კაცთმოყვარე ღმერთმა, წინასწარმეტყველის საშუალებით, რომ ლაპარაკობს გამოხატვის ამ ახალ საშუალებას მიმართა. იგი ამბობს: შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. მცირე ხნის წინ მოვისმინეთ ზეცისა და მიწის შექმნისას, როგორ ამბობდა იგი: იყოს ნათელი და იყოს წყალთა შორის მყარი და შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი და შეიქმნას მნათობები და გამოიყვანოს წყალმა მცურავი ცხოველების სულდგმულნი. ხედავ, რომ მთელი 5 დღის განმავლობაში ყველნაირი ქმნილება მხოლოდ ერთი სიტყვითა და ბრძანებით იქნებოდა. ახლა კი ნახე, როგორ შეიცვლა სიტყვა. უკვე აღარ ამბობს: იყოს კაციო, არამედ რაო. შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. ეს რა სიახლეა, რა განსაკუთრებულობაა. განა ასეთი რა ქმნილებაა, რომ მისი აგებისთვის შემომქმნელს გამჭობა და განსჯა დასჭირდა. ნუ გიკვირს საყვარელო. ადამიანი ყველა ხილულ ცოცხალზე აღმატებულია. სწორედ მისთვისაა შექმნილი ეს ყოველივე. ზეცა, მიწა, ზღვა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ქვემძრომი, პირუტყვი, ყველა უმეტყველო ცოცხალი. მაგრამ იკითხავ, შენ რატომ შეიქმნა იგი ბოლოს, თუ კი აღმატებულია ყოველივე ამაზე? სამართლიანი მიზეზით. როდესაც მეფე ქალაქში გასვლას აპირებს, საჭურველ მტვირთველნი და ყველა სხვაც წინ უძღვიან, რათა მეფე უკვე მათ მიერ გამზადებულ გზებზე გავიდეს. სწორედ ასევე ხდება ახლაც. რა კი რა ღმერთმა გადაწყვიტა. კაცი ყოველივე მიწიერის ხელმწიფედ და მეუფედ დაედგინა. ჯერ მიწა მთელი მისი სამკაულით მორთო და მხოლოდ ამის შემდეგ შექმნა მეუფე. ამით აჩვენა თუ რა პატივი მიაგო მან ამ ქმნილებას. მაგრამ ვკითხოთ იუდეველს, რა სიტყვის იგი ამ ნათქვამთან დაკავშირებით, ვის მიმართ ესო სიტყვებით. შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. ეს მოსეს დაწერილია. ვიცით, როგორც თავად ამბობენ სამთ, მაგრამ სინამდვილეში არ სამთ, როგორც ქრისტემ თქვა კიდეც. უკვე თუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა, რამე თუ მან ჩემთვის დაწერა, ასე რომ დაწერილი მათია, არსი კი ჩვენი. მაშ ვისკენაა მიმართული სიტყვები? შევქმნათ კაცი და ვის ეკითხება რჩევას უფალი. ეს იმის გამო კი არ ხდება, თითქოს მას რამენაირი რჩევა და განსჯა ჭირდებოდეს. არა, სიტყვათა ამ წყობით მას სურს ის უზომო პატივი დაგვანახოს, რომელიც განუკუთვნა ადამიანს მას, ვის შექმნასაც აპირებს.
როგორ ხსნიან ამ სიტყვებს იუდეველები, რომელთაც დღემდე საფარველი აქვთ გულზე გადაფარებული და ამ სიტყვების აზრის გაგება არ სურთ? ისინი ამბობენ, რომ ღმერთმა ეს ანგელოს ან მთავარანგელოს უთხრა. ვაი უგუნურებავ და ვაი უსაზღვრო უსირცხვილობავ. როგორ იქნება, რომ ანგელოზი უფალთან ბჭობდეს ქმნილი შემოქმედთან? ანგელოზების საქმე უფალთან ერთად მსჯელობა კი არა, მის წინაშე დგომა და მისი მსახურებაა. და შენს ამაში დასარწმუნებლად ისმინე, რას ამბობს ხმამაღალი ესაია უმაღლეს ანგელოზურ ძალთა შესახებ. იგი ამბობს, რომ იხილა ღვთის მარჯვნივ მდგარი ქერუბიმები და სერაფიმები, ფრთებით რომ იფარავდნენ სახეს და ფეხებს. ეს კი იმიტომ, რომ მათ ღვთისგან გამომავალი ბრწყინვალების მოთმენა არ შეეძლოთ. ამიტომაც უდიდესი შიშითა და თრთოლვით იდგნენ და სწორედ ასეც უნდა იდგნენ ქმნილებები ღვთის წინაშე. მაგრამ იუდეველებს სიტყვების მნიშვნელობა არ ესმით და რაც პირზე მოადგებათ, განურჩევლად იმას ამბობენ. ამიტომ მათი ცარიელი სიტყვების ნაცვლად ეკლესიის შვილებს ამ გამონათქვამის ჭეშმარიტი აზრი უნდა დავანახოთ. ვინ არის ასეთი იგი, ვისაც ღმერთი მიმართავს? შევქმნათ კაცი? ვინ იქნება იმის გარდა, ვინც ყმა დაიბადა ჩვენთვის ძე და ჩვენ მოგვეცა ხელმწიფება იყო მის მხრებზე და ქვია მას სახელი დიდი განზრახვის ანგელოზი, საკვირველი თანაგამჭობი, ღმერთი ძლიერი, ხელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მომავალი საუკუნეების მამა, ღვთის მხოლოდ შობილი ძე, არსებით თანასწორი მამისა. ყველაფერი ხომ მის მიერ შეიქმნა. მას ეუბნება მამა. შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. სწორედ აქაა სასიკვდილო დარტყმა მათთვის, ვინც არიანელობას ემხრობა. კი არ უთხრა შენ შექმენო, როგორც დაბლა მდგომს, ან არსობრივად თავისზე ნაკლებს, არამედ როგორც კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. თანასწორს. შევქმნათ ამბობს, თუმცა აქ სწავლების გამამრუდებელი სხვა ერეტიკოსები წამოდგებიან და იტყვიან. აი, რას ამბობს? ჩვენს ხატადო და ამის შედეგად ღმერთს კაცის მსგავსად წარმოიდგენენ. მაგრამ ეს ხომ უკიდურესი უგუნურებაა. განა დიდი სისულელი არ იქნებოდა, რომ მას, ვისაც არც სახე აქვს და არც გარეგნობა, ვინც უცვლელია, ადამიანურ სახემდე დავამდაბოთ და უხორცოს ხორცელი ნაკვთებისა და ნაწილების ქონა მივაწეროთ. ამაზე უგუნურება რაღა უნდა იყოს, რომ ეტიკოსებს არა მარტო ღვთისმსულიერი წერილის სწავლებით სარგებლობა არ სურთ, არამედ მას საკუთარი თავისთვის დიდად საზიანოდ იყენებენ. ისინი სნეულებს და სუსტი მხედველობის მქონეებს გვანან. როგორც ეს უკანასკნელნი სუსტი თვალისჩინის გამო ვერ უძლებენ ძლიერ სინათლეს და როგორც ავადმყოფები არ იღებენ ყველაზე ჯანმრთელ საკვებსაც კი, ასევე ეს სულიერად დასნეულებული და გონების თვალდაბმავებულნი ვერ ხედავენ ჭეშმარიტების ნათელს. ამიტომ ჩვენ ავასრულოთ ჩვენი მოვალეობა და ხელი გაუწოდოთ მათ დიდი სიმშვიდით ველაპარაკოთ. ნეტარი პავლე ამას გვარიგებდა, როდესაც ამბობდა: მშვიდობით მასწავლელ წინააღმდგომთა მათ, მოხოლოდ უსცეს მათ უფალმა სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა და განიფრთხონ საფრხისა მისგან ეშმაკისა მონადირებულთა მათ, მის მიერ ნებისაებრ მისასა. ხედავ, ამ სიტყვებით როგორ დაგვანახა, რომ ისინი თითქოს სიმთვრალეს შეუპყრიაო? სიტყვით, განიფრთხონ, მიგვანიშნა, რომ ისინი ფსკერამდე არიან დაშვებულნი. და კვლავ სიტყვებით, ეშმაკისა მონადირებულთა ლაპარაკობს მათზე, როგორც ბადეში მოხვედრილებზე. ამიტომ ჩვენ დიდი სიმშვიდე და ხანგრძლივი მოთმინება მოგვეთხოვება, რათა მათი ეშმაკის მახისაგან გამოტაცება და გამოგლეჯა შევძლოთ. ასე რომ მივმართოთ მათ. მცირედ მაინც მოეგეთ გონს, შეხედეთ სიმართლის მზეს და სიტყვების ჭეშმარიტ აზრს ჩასვდით. როდესაც თქვა, შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად, ღმერთი ამაზე არ შეჩერებულა, არამედ მომდევნო სიტყვებში განგვიმარტა თუ ტერმინში ხატად რა იგულისხმა. და რას ამბობს? ბატონობდეს იგი ზღვის თევზებზე, ცის ფრინველებზე, მიწის ყოველგვარ პირუტყვსა და მხეცზე და მიწაზე მხოხავ ყველა ქვემძრომზე. ასე რომ იგი ხატებას მხოლოდ ხელმწიფებაში ხედავს და არა რაიმე სხვაში. და მართლაც. ღმერთმა ადამიანი მთელ დედამიწაზე, ყოველვე არსებულის ხელმწიფედ შექმნა და არაფერია ქვეყანაზე მასზე უპირატესი და ყოველივე მის ბატონობას ემორჩილება. თუ კი კამათის მოყვარულნი, სიტყვათა ასეთი განმარტების შემდეგ, მაინც იმას იტყვიან, რომ გარეგნული სახე იგულისხმება, მათ მიუგებთ გამოდის, რომ ღმერთი მარტო კაცის კი არა, ქალის მსგავსიცაა, რადგანაც პირველსაც და მეორესაც ერთნაირი სახე აქვს. მაგრამ ეს ხომ სისულელეა? ნახეთ, რას ამბობს პავლე. მამაკაცისა უკვე არა ჯერ არს დაბურვაი თავისაი, რამე თუ ხატი და დიდებაი ღმრთისაი არს, ხოლო დედაკაცი დიდებაი ქმრისა არს. პირველი ფლობს, მეორე კი მას ემორჩილება, როგორც თავდაპირველად უთხრა ღმერთმა. გამუდმებით ქმრისაკენ ილტოდე, ის კი გფლობდეს შენ. ასე რომ ადამიანმა ღვთის ხატება მიიღო როგორც ხელმწიფების უფლება და არა მისი გარეგნული სახე. ყველაფერს კაცი მფლობელობს, დედაკაცი კი მის მორჩილადაა დადგენილი. ამიტომაც ამბობს კაცზე, რომ იგია ხატი და დიდებაი ღმრთისაი არს, ხოლო დედაკაცი დიდებაი ქმრისა. მას რომ გარეგნულ შესახედაობაზე ელაპარაკა ქალსა და მამაკაცს ასე არ განასხვავებდა, რადგანაც ქალი და კაცი შესახედად ერთნაირნი არიან. ხედავ ჭეშმარიტების სისრულეს, რომ ის ამაო კამათისთვის არანაირ საფუძველს არ ტოვებს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ არ შევჩერდებით და მათ მიმართ დიდ მოთმინებას გამოვავლენთ, მოხოლოდ თუ სცეს მათ უფალმა სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა.
არ შევჩერდებით და სიმშვიდის ყველა ზომას გამოვიყენებთ. იქნებ ეშმაკის საცდურისაგან მათი გამოტაცება მოვასწროთ. და თუ საჭირო გახდება, კვლავ ნეტარ პავლეს მოვიჩვენებთ, რომელიც ათენის მოსახლეობას ასე მიმართავდა. არა გვიღირს, ვითარ მსავ გონებდით ოქროსა, გინა, ვეცხსა, ანუ ანთრაქსა, გამოხატულსა ხუროებით განზრახვითა კაცთაითა, საღვთოისა მის მსგავს ყოფად. ხედავ, რა გულმოდგინეთ აღმოფხრა ცდომილება ბრძენმა მოძღვარმა. იგი ამბობს, რომ არამხოლოდ ღმერთს არა აქვს კაცობრივი სახე, არამედ ადამიანურ გონებას არც კი შეუძლია რამე ამდაგვარი წარმოიდგინოს. გამუდმებით ესაუბრეთ მათ ამის შესახებ. და რაც თქვენზეა დამოკიდებული, ყველაფერი მოიმოქმედეთ. იქნებ მოინდომონ თქვენი მოსმენა, იქნებ ჭეშმარიტების დასანახად გაახილონ თვალი, მაგრამ ეს ყველაფერი უდიდესი სიმშვიდითა და წინდახედულობით ილაპარაკეთ მათთან. თავად თქვენ, გევედრებით, მტკიცედ დაიცავით ეკლესიის დოგმატები და ნათქვამის სიმწყობრეს ნუ გადახვალთ. იუდეველებთანაც შესაბამისად ისაუბრეთ. განუმარტეთ, რომ ეს სიტყვები, რომელიმე მსახური სულისთვის კი არ არის ნათქვამი, არამედ თავად მხოლოდ შობილი ძისადმი. მათ, ვინც არიანელობის მიხედვით აზროვნებს, იმთავითვე ძის მამასთან თანასწორობა დაუმტკიცეთ. ხოლო მათ, ვისაც ღმერთი ადამიანის მსგავსად წარმოუდგენია, ნეტარი პავლეს სიტყვები უთხარით, რომლითაც ეკლესიის დოგმატების წინააღმდეგ აღმოცენებული დამღუპველი სიცრუე დაამარცხა. საკუთარ თავში კი ღვთივსასურველი სწავლების გამტკიცებას შეეცადეთ. ვისურვებ და გევედრებით, რომ ყოველი თქვენგანი მასწავლებლის მოვლეობას ასრულებდეთ, რომ არა მხოლოდ გესმოდეთ ჩვენი სიტყვები, არამედ სხვებსაც გადასცემდეთ და შემცდარებს ჭეშმარიტების გზაზე მოაქცევდეთ, როგორც პავლე ამბობს. აღაშენებდით ურთიერთსა, დაშიშით და ძრწოვლით თვის საცხოვრებასა იქმოდეთ. ამგვარად, ჩვენი ეკლესიის რიცხოვნებაც გაიზრდება და თქვენც, მოყვასზე ზრუნვისთვის, ზეციდან დიდ წყალობას მიიღებთ. ღმერთს სურს, რომ ქრისტიანები მხოლოდ საკუთარ თავზე კი არ ზრუნავდნენ, არამედ სხვებსაც შეაგონებდნენ და თანაც არა მხოლოდ სიტყვით, არამედ თავიანთი ცხოვრებითა და ურთიერთობით. ჭეშმარიტების გზისაკენ ისე არაფერი უბიძგებს ადამიანებს, როგორც უზაკველი ცხოვრება. რადგანაც ადამიანები იმდენად სიტყვებს კი არ უყურებენ, რამდენადაც საქმეებს. და იმისათვის, რომ ნათქვამის სიმართლეში დარწმუნდე შეხედე, რაც უნდა ბრძნულად ვლაპარაკობდეთ მოთმინების შესახებ, თუ კი შესაბამის დროს საქმით არ ვაჩვენებთ მოთმინებას, ჩვენს მიერ ნათქვამს იმდენი სიკეთი არ მოჰყვება, რამდენი ვნებაც ამ სიტყვების საქმით შეუსრულებლობას. და პირიქით, თუ მანამადე ან მას შემდეგ რაც მოთმინებაზე ვილაპარაკებთ, მას საქმითაც ვაჩვენებთ, მაშინ დაგვიჯერებენ და შევძლებთ, რომ რასაც თავად ვაკეთებთ, ის სხვებსაც ჩაუნერგოთ. სწორედ ასეთები ნეტარად მოიხსენია ქრისტემ, როდეს თქვა, რომელმა ყოს და ასწავოს, ამას დიდ ერქვა სასუფეველსაც ათასა. შეხედე, როგორ მიუჩენს იგი საქმეს პირველ ადგილს, ხოლო შემდეგ სწავლებას. როდესაც პირველი საქმეა მას სწავლება, რომც არ მოსდევდეს, თავად საქმეები ყოველგვარ სიტყვაზე მკაფიოდ განსწავლის ჩვენს მაცქერალს. ამიტომ, ყოველთვის ვეცადოთ, რომ პირველ რიგში საქმით ვასწავლიდეთ, ხოლო მხოლოდ ამის შემდეგ სიტყვით, რათა ჩვენც არ გვითხრას პავლემ. რომელი ეგე ასწავებ მოყვასსა, თავსათვისა არა ასწავებ. და როდესაც გსურს ვიღაცას ჩავაგონოთ, რომ მან უეჭველად ესა და ეს უნდა გააკეთოს, ჯერ იმავეს გაკეთებას თავად ვეცადოთ, რათა უფრო თამამად გადავცემდეთ სწავლებას. ჩვენი ზრუნვა სულებზე კი დაე, იმით გამოიხატოს, რომ ხორციელი ვნებების ალაგმით ჭეშმარიტი მარხვა შევძლოთ. ანუ ბოროტებისაგან თავშეკავება, რადგან მარხვის არსი სწორედ ესაა. ხორციელი მარხვაც მხოლოდ იმისთვისაა, რომ ხორცი დავაუძლუროთ და ეს ცხენი დავიმორჩილოთ. მარხველმა პირველ რიგში რისხვა უნდა ალაგმოს, სიმშვიდესა და შემწყნარებლობა შეეჩვიოს, გული შეიმუსროს, იმ ჩაუქრობელი ცეცხლის და პირუთმელის სამსჯავროს გახსენებით ბილწინდომა განდევნოს. ფულად ანგარიშებზე მაღლა უნდა დადგეთ, მოწყალება ძალიან უხვად უნდა გასცეთ, სულიდან ყოველგვარი ბოროტება გააძევოთ. აი, ეს არის ჭეშმარიტი მარხვა. როგორც ესაია ამბობს ღვთისაგან, განა ასეთ მარხვას ვირჩევ მე. როცა კაცი თავს იტანჯავს და ლერწამივით ხრის თავს, ქვეშაგებად ჯვალო და ნაცარი აქვს, განა ამას ქვია მარხვა და უფლისთვის სასურველი დღე, მაშ როგორი მარხვა გსურს. სიცრუის ბორკილები უნდა დაამსხვრიო, ამბობს იგი დაწყვიტო უღლის აპეურები. ფშიერს გაუყო შენი პური და უსახკარო ღარიბ ღატაკნის სახლში შეიყვანო. და როდესაც ყოველივე ამას იზამ, მაშინ ცისკარივით გაბწყინდება შენი ნათელი და ღვთის დიდება გარშემო გეტყმება შენ. ხედავ საყვარელო, რას გულისხმობს ჭეშმარიტი მარხვა. ასე უნდა მარხულობდეთ და მრავალთა მსგავსად არ გვეგონოს, რომ მარხვა მხოლოდ საღამომდე შიმშილია. ეს კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ საკვებისაგან თავშეკავებას შესაქმის წიგნზე საუბრები შეუერთოთ და სულიერ საქმეთა კეთებისას დიდი გულმოდგინება გამოვამჟღავნოთ. მარხველი მშვიდი, წყნარი, მოგრძალებული, თავმდაბალი უნდა იყოს და არად მიაჩნდეს ამქვეყნიური ცხოვრება. როგორც მოიძულა სული თვისი, ისევე უნდა მოიძულოს ამაო დიდება და მხოლოდ იმას უყურებდეს, ვინც გამოცდის ჩვენს გულსა და წიაღს. გულმოდგინეთ უნდა ლოცულობდეს და ცოდვებს ინანიებდეს ღვთის წინაშე. ყველანაირად ცდილობდეს, რომ საკუთარ თავს მოწყალების გაღებით დაეხმაროს. დიახ, სწორედ ამ სათნოებას განსაკუთრებულად შეუძლია გააქარწყოს ჩვენი ცოდვები
და გეენის ცეცხლს მოსტაცოს ჩვენი თავი, თუ კი მოწყალებას უხვად არასხვების დასანახად გავცემთ. თუ სწორად გავსჯით, დავინახავთ, მოწყალებას მარტო იმისთვისაც უნდა გავცემდეთ, რომ ეს მშვენიერი საქმეა. გავცემდეთ თანაგზნობისთვის და არა მეუფისაგან აღთქმული ჯილდოს მოლოდინში. მაგრამ რა კიღა ჩვენ ამაღლებულად არ ვაზროვნებთ, მაშინ ჯილდოს მოლოდინით მაინც გავცეთ მოწყალება. ოღონდ აუცილებლად ისე, რომ კაცთა დიდებას არ მივდებდეთ, თორემ ამ შემთხვევაში ფულთან ერთად ჯილდოსაც დავკარგავთ. და ეს მარტო მოწყალების კი არა, სხვა ნებისმიერ სულიერ საქმეში ვაკეთოთ. ნუ რაფერს ვიზამთ კაცობრივი დიდების მოლოდინით, რადგანაც არც მარხვა გვარგებს რამეს, არც ლოცვა, არც მოწყალება და არც სხვა საქმეები. თუ კი ყოველივე ამას იმ ერთადერთი არსების გამო არ ვაკეთებთ, ვინც ჩვენი სულის სიღრმეში დამალული საიდუმლოებები იცის. ადამიანო, თუ კი ჯილდოს მისგან მოელი, მაშ რაღაც ეძებ მოყვასის შექებას. ან რას ვამბობ შექებას მეთქი? ხშირად მოყვასი არა თუ არ გვაქებეს, არამედ გვკიცხავს კიდეც. ზოგიერთი ისეთი ავზნიანია, რომ ჩვენს კეთილ საქმეებს აქებს კი არა, პირიქით, უკუღმართად განმარტავს. მაშ მითხარ, რატომაა, რომ ესოდენ მნიშვნელოვნად მიიჩნევ ამ ადამიანების უკუღმართ განსჯას? იმ დაუძინებელ თვალს ხომ ვერცერთი ჩვენი საქმე ვერ დაემალება? ამის გათვალისწინებით ჩვენი ცხოვრება გულმოდგინედ უნდა მოვაწყოთ, როგორც იმ ადამიანმა, ვისაც სულ მალე მოუწევს თავისი ყოველგვარი სიტყვის, საქმის და განზრახვის ანგარიში წარადგინოს. ამგვარად, ჩვენს ცხონებას უზრუნველად ნუ მოვეკიდებით, სათნოებებს ნუ რაფერს ვამჯობინებთ, საყვარელნო. ისინი მომავალ ცხოვრებაშიც გამოგვიტაცებენ გეენისაგან და ცათა სასუფევლისაკენ გზას გაგვიხსნიან და ამჟამინდელ ცხოვრებაშიც დაგვაყენებენ იმათზე მაღლა, ვინც უშედეგოდ და ამაოდ ბოროტებას გვიმზადებს. მარტო ადამიანებზე კი არ გაგვამარჯვებინებს, არამედ ჩვენი ცხონების მტერ დემონებზე, ანუ ეშმაკზე მეტ ძალას მოგცემს. და მართლაც, რა შეედრება სათნოებებს, როდესაც ისინი მის აღმასრულებელებს არა მარტო ბოროტ ადამიანებს, არამედ დემონებსაც დააძლევინებს? სათნოება კი ისაა, რომ ყოველივე კაცობრივი უარყო, ყოველ წუთას მომავალზე იფიქრო, ადამიანურს არაფერს მიეჯაჭვო. არამედ, იცოდე, რომ ყოველივე ადამიანური მხოლოდ აჩრდილია და სიზმარი და კიდევ ამაზე მეტი არარაობაც. სათნოება ისაა, რომ ამ ქვეყნიურ საგანთა მიმართ მკვდრებივით ვიყოთ. ასევე ჩვენზე არ მოქმედებდეს და მოვკვდეთ ყველაფრისათვის, რაც სულს ავნებს. რომ მხოლოდ სულიერისთვის ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ, როგორც თქვა პავლემ. ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არ ჩემთანა ქრისტე. ამიტომ ჩვენც საყვარელნო ისე მოვიქცეთ, როგორც შეშვენის ქრისტეს შემოსველებს და სული წმინდას ნუ შეურაცხყოფთ. როდესაც ვნება ან უწმინდური სურვილი, ან მრისხანება, ან ბრაზი, ან შური შეგვაშფოთებს, მაშინ იმაზე დავფიქრდეთ, თუ ვინ ცხოვრობს ჩვენში და შორს გავდევნოთ ამგვარი ზრახვები. უნდა გვცხვენოდეს ღვთისაგან უხვად მოცემული იმ მადლისა და ვლაგმაავდეთ ყველა ხორციელ ნებას, რათა ამ მოკლე და სწრაფწარმავალი ცხოვრების შესაფერი ღვაწლის შემდეგ მომავალ საუკუნეში დიდებულ გვიგვინებს ვეღირსოთ და ღვთისგან გამოუთქმელი მადლი მივიღოთ. მადლითა და კაცმოყარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს, მამისა და სულისა წმიდისა თანა დიდება და უფლება და პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.